ჩვენ სამართლიანად წუხვართ იმის გამო იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატებისათვის და ზოგადად დასავლეთისათვის საქართველოს მე-10 არა, მე-20 არა, 50 თუ გლებოთ 51 ხარისხოვან ქვეყანად იქცა, გარდაიქმნა და ჩვენი წუხილი სამართლიანია, განა არა, მაგრამ მეორე მხრივ ესე არ არის ნაწილობრივ მაინც და მე ახსნი, რასაც გულისხმობ, მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებდე, მანამდე გაგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ბანდის, ბიძინა ივანიშვილის ბანდის წევრები, ლიდერები პერიოდულად კი არა, არაპერიოდულად მიმართავენ ხოლმე შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ამგვარი ორი წერილი გვახსენდება კობახიძისა და ყაველაშვილისა, მიმართავენ ხოლმე შეერთებული შტატების პრეზიდენტს თხოვნით. მოგვაქციე კი, ყურადღება კი არა, აი ჩვენც დაგველაპარაკე. ჩვენც ვიმსახურებთ დაალაპარაკებას, ჩვენც ვიმსახურებთ ურთიერთობას და მაშინ, როდესაც ასე მაგალითად ალიევს, რომელიც ჩვენზე უარესია დემოკრატიის კუთხით, ან ლუკაშენკოს თუნდაც ტელეფონით, რომელიც ბევრად უარესია დემოკრატიის კუთხით, ან თუნდაც სომხეთს, რომელიც ესენგეს წევრია ეს სახელმწიფო და დამარცხებული ქვეყანაა, მოდი ვაღიაროთ, თუმცა ჩემი მოსაზრებით სტრატეგიულად გამარჯვებული მათ თუ ელაპარაკები, ჩვენ რაღა დაგიშავეთ. ეს არის მის ქართულ ოცნებას, ამას ვერ ჩახვდა, ვერ მიხვდა უშუალოდ ბატონი ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი ბანდიტი და მე ავხსნი რას ერჩის შეერთებული შტატები, ამასაც ავხსნი რას ერჩის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი არა, ზოგადად შეერთებული შტატები ქართულ რუსულ ოცნებას ოდნავ მოგვიანებით 2-3 წუთში. მანამდე კი გეტყვით იმას, რომ დიახ, საქართველო გახდა 51 ხარისხოვანი ქვეყანა პირველ ყოვლისა, სწორედაც რომ ქართული ოცნების გამოისობით, იმის გამო, რომ ქართული ოცნების დე-ფაქტო ლიდერმა, ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ივანიშვილმა ასე მაგალითად მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის წერილი არც წაიკითხა კი არა, არც გახსნა. ერთია რომ მიუტანეს მას კონვერტი, მან შემოახია კონვერტს კიდე, ამოიღო წერილი, გადახედა და გადადო, მაგრამ მას კონვერტის არც უნახავს, არც მიატანინა ეს კონვერტი. ამავდროულად შეერთებულ შტატებში არის ჯგუფი კონგრესმენთა და სენატორთა, რომელიც საქართველოს ხელიდან არ უშვებს, ანუ ჩაკიდებული აქვს საქართველოს ქართველი ხალხისთვის ხელი პირველ ყოვლისა და კონგრესმენი ჯო ვილსონი თვალსაჩინოებაა, მაგრამ სხვებიც არიან, ვინც საქართველოზე ლაპარაკობს დღენიადაკ. თუმცა თუ მიგიქცევიათ ყურადღება და ეს ძალიან ნიშანდობლივი ამბავია, ჯო ვილსონი ბოლო ტვიტებში, ხო, ბოლო საკუთარ საჯარო სტატუსებში ნაკლებად ან საერთოდ არ ახსენებს ქართულ ოცნებას როგორც რუსულ ძალას და ყურადღებას ამახვილებს ქართულ ოცნებაზე, ბიძინა ივანიშვილზე, ბანდაზე, რომელიც მართავს ქართულ ოცნებას, ყურადღებას ამახვილებს იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის პროჩინური, ან პროჩინური და პროირანული ძალა, რუსეთის ხსენება, არ მინდა ვთქვა, რომ რუსეთის თემას ტაბუ აქვს დადებული, მეთქი ჯო ვილსონის თვისაც კი, მაგრამ რაღაცაი ჩინეთი გამოკვეთილი მტერია შეერთებული შტატებისა, ხოლო რუსეთთან შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტი კიდევ თამაშობს მიზეზთა გამო, ამას აღარ ჩაუღმავდეთ. ხო, ამაზე ყურადღებას ტრამპის მომხრეები და საქართველოს გულშემატკივრები კი ან ნაკლებად ამახვილებენ, ანუ რუსეთზე და პერიოდულად ჰელსინკის კომისია, რომლის ხელმძღვანელიც არის ხსენებული ჯო ვილსონი, შეერთებულ შტატებში იბარებს ხოლმე, ან სთხოვს ხოლმე, უფრო ზუსტი რო ვიყო, ცალკეულ პირებს მისვლას და საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენების გაკეთებას. ამგვარი ჩვენ გვახსოვს ასე მაგალითად ვანო ჩხიკვაძე, რომელიც იყო ჩასული და აქ დახვდნენ ორკები, ორგანიზებულები ტიტო სამხარაძისა და ირაკლი კობახიძის მიერ აეროპორტში და ორჯონიკიძე ეძახეს ამ პატიოსან კაცს, რომ პატრიოტ კაცს, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში და ამ ვიზა ლიბერალიზაციას ისიც რომ ჩვენ ჩამოგვართმევენ დროებით შეგვიჩერებენ გარკვეული პერიოდის შემდეგ გარკვეული პერიოდით, მაგრამ ვანოზე არ ვლაპარაკობ. ახლა აი ახლაც გუშინ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მე შეგნებულად ასე მოვიხსენიებ მას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მდივანი ხიდაშელი თინა იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და იქ ჰელსინკის კომისიაზე საკუთარი მოხსენებები წარადგინეს. მე ახლა მოგასმენინებთ ფორმულას,
სიუჟეტს განახებდა მოგასმენინებთ თავის საკადრო ტექსტიანა და მერე ვიმსჯელოთ, განვაგრძოთ მსჯელობა. არჩევნების გამყალბებელი კოშმარი, ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმი, ანტიდასავლური და ანტიამერიკული. ეს მწვავე შეფასებები ძალიან საინტერესო ანტიდასავლური და ანტიამერიკული. ბიზნე ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ მათ შორის რუბიოს წერილის არ მიღებით, კონვერტის არ მიღებით და არათუ არ გახსნით, არამედ საერთოდ კონვერტი მის ხელთ არც აღმოჩენილა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოყალიბდა საქართველოსთან და ბიზნე ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ეს არის პირველ ყოვლისა ანტიდასავლური, ანტიამერიკული პოლიტიკური ძალა და რაც არ უნდა თავი მოიწონოს ბიზნე ივანიშვილმა გარკვეული პროგრესით, გარკვეულ სფეროებში, გარკვეული მიმართულებებით ეს თავმოწონება მას არ გაუვა მიზეზთა გამო, იმიტომ რომ ამერიკაში, ვაშინგტონში უკვე მიიჩნევენ ღიად, რომ ეს არის ანტიდასავლური და ანტიამერიკული რეჟიმი. ახლა განვაგრძოთ სიუჟეტის ყურება. ხელისუფლების მიმართ ისმოდა განხილვაზე, რომელიც ჰელსინკის კომისიაში გაიმართა. კონგრესმენებმა მოусმინეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ასევე ჰადსონის ინსტიტუტის უფროს-მკვლევარ ლუკ კოფის, რომელიც წლების ლუკ კოფის მოусმინეს, ხო, ასე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ლუკ კოფი. ჩვენ გვყავს მეგობრები არა მხოლოდ კონგრესის სენატში, არამედ სხვა საერთაშორისო მძლავრ და მათ შორის ამერიკულ ორგანიზაციებში. ლუკ კოფი, მე არ მინდა შემეშალოს, მაგრამ რაც მე მახსოვს, მინიმუმ 20-25 წელია მუშაობს საქართველოსთან დაკავშირებით. ის რამდენიმეჯერ ჩემი სტუმარიც ყოფილა, თუ არ ვცდები ერთხელ კონტექსტშიც და სხვა გადაცემებშიც და ფრიად განსწავლული კაცი ერთია, მაგრამ ფრიად ფართოდ, ფართო კონტექსტში უყურებს საქართველოს რეგიონს აფასებს და ძალიან სწორ აქცენტებს სვამდა და ახლაც სვამს. ეს კი კაცში არის სწორედაც რომ ჯო ვილსონი. განმავლობაში საქართველოს საკითხებზე მუშაობს. მთავარი აქცენტები მოსმენისას იყო, როგორ გადაუხვია ოცნების რეჟიმმა ევროატლანტიკურ კურსს, ეწინააღმდეგება ტრამპის მსოფლ მხედველობას და ქვეყანას მიათრევს ამერიკის მოწინააღმდეგე ავტორიტარული რეჟიმებისკენ. ახსენეს სინდისის პატიმრები. ქვეყანას მიათრევს ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე ავტორიტარული ქვეყნებისაკენ. დიახ, ხო, ჩვენ სულ ვამბობთ და მართებულადაც ვიქცევით, როდესაც ქართულ ოცნებას ვუწოდებთ პრორუსულ ძალას, რუსულ ძალას, მაგრამ ამავდროულად ქართული ოცნების წვინიკოსები თუ ხყავთ ამგვარები შერჩენილი, შესანიშნავად ხვდებიან, რომ მხოლოდ რუსეთზე ჩაბღაუჭება, რუსეთზე ორიენტაცია არ არის საკმარისი მინიმუმ ეკონომიკური თვალსაზრისით იმისთვის რომ ქვეყანა საზოგადოება აბსოლუტურად არ გაღარიბდეს, მათ უნდა აიღონ ორიენტაცია პირველ ყოვლისა ჩინეთისაკენ. იმას კი აღარ დაგიდევენ არაფრად, რომ ჩინეთი ბოროტების ერთ-ერთი ღერძია, ისევე როგორც ირანი, მაგრამ ირანი ახლა შესუსტებულია ერთგვარად, ამიტომ ძირითადი აქცენტები გადატანილია სწორედ რომ ჩინეთზე ამ კონტექსტში თუ ვილაპარაკებთ, ცოტა უცნაური იყო, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ეხლა თუ არა, ოდესმე მაინც შოსის ფარგლებში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სტუმრის სტატუსით არ მიწვევა. რატომ მოხდა ეს? მით უფრო რომ კავკასიის ორი სხვა სახელმწიფო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ მიწვეულები, საქართველოს თქვა უარიო, ვინმე თუ იტყვის, ქართული ოცნების მომხრეები ამ ვერსიას ავრცელებენ. ერდოღანიც იქ იყო და ერდოღანს ძალიან უნდოდა რომ საქართველოს ყოფილიყო წარმოდგენილიო და ყაველაშვილს ამ თემაზეც ელაპარაკა, როცა ეს უკანასკნელი სტუმრობდა ერდოღანსო, ამას თუ ვინმე იტყვის, უთხარით რომ ეს ასე არ არის, ჩინეთმა მოცემულ ადამიანზე არ ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინეთს უნდოდა რომ უფრო მეტი წარმომადგენელი ყოფილიყო მის გარშემო შემოკრებილი, თუ წევრი შოსისა, თუ მოწვეული სტუმრის სტატუსით, დამკვირვებლის სტატუსით, ჩინეთმა არ ჩათვალა საჭიროდ საქართველოს მიწვევა, იმიტომ რომ საქართველო ორ დროშობანას თამაშობს და პატარა დროშუკა ჩამალულია, პატარა დროშუკა დასავლეთისა, ჩამალული აქვს ბიზნა ივანიშვილს, ის არაფრიალებს, ოღონდ ერთი სული აქვს, როდის მოხედავენ მას, ოღონდ მას კვლავ ვიმეორებ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, აღარ მოხედავენ მათ შორის, იმიტომ რომ მან გაბედა და რუბიოს წერილი არც მიიღო, კონვერტიც კი არ დაუჭერია ხელში. მე მახსენდება ერთი ოდინდელი ამბავი ბეიკერისა და შევარდნაძისა, როდესაც შევარდნაძე ურეკავდა ბეიკერს,
ამ უკანასკნელმა ტელეფონი არ აიღო, ოღონდ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბეიკერმა დეიკერი დაუკავშირდა ედუარდ შევარდნაძეს და შევარდნაძე მოუცლელობის გამო არ უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების იმხანადაც ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მის მეგობარს და შევარდნაძე მიხვდა ერთ რამეს, როდესაც ჯეიმს ბეიკერმა ყურმილი არ აიღო, ეს არის ნოემბერი 2003 წლისა, შესანიშნავად მიხვდა შევარდნაძე და სადღაც დაწერილიც არის თუ არ ვთქვი შევარდნაძე თავადაც იგონებს, რომ მაშინ მიხვდა შევარდნაძეც კი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის გასწირა, შევარდნაძე თუ გასწირა, კარგად მინდა ამოხსნა მაკა ბოჭორიშვილი ბანდიტკას, ასე ვიტყვი, ხო წარმოგიდგენი, მაკა ბოჭორიშვილი არ არის სწორი მაგალითი, მართებული მაგალითი, აი სახელმწიფო მეთაურებიც არის ახლა ირაკლი კობახიძეს თუ შევარდნაძე გასწირა, ივანიშვილსაც მოხსნი ამას, ხო წარმოგიდგენიათ, როგორ გაგწირავთ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების სწორედ იმიტომ, რომ ანტიდემოკრატიული, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დემოკრატია ახლა შეიძლება მეორე ხარისხოვანია, ანტიდასავლური და ანტიამერიკული, ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო რეჟიმის შექმნით და ჯო ვილსონი ამას უმტკიცებს მთელ მის პარტიას, ანუ რესპუბლიკელებს, და არა მხოლოდ მის პარტიას, არამედ უმაღლეს ხელისუფლებასაც, სახელმწიფო დეპარტამენტსაც, თეთრ სახლსაც და უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპამდე სურს რომ მიაწვინოს ხმა. და მეგობარი აქტის მიღების აუცილებლობაც. სალომე ლაბაძე უფრო სალომეს მოусმინოთ და მეგობარი აქტზე მე ვილაპარაკოთ. დემოკრატიულ გზავნილების, რომლებიც შეერთებულ შტატებში სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშვილმა ჩაიტანეს. დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის საჭიროა მკაფიო პოლიტიკაც. დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, ხა ისე გამოდის, რომ ყოველი წინადადების შემდეგ ჩემ კომენტარს ვურთავ, დიახ, საქართველოს დრო არ აქვს, იმიტომ რომ გადალაგება ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამ რეგიონშიც და საქართველო არ შეიძლება იყოს შავი ხვრელი დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო სომხეთი არც თუ დიდი ხნის წინ, რომელიც ესეთი გაურკვეველ ნაცრისფერ შესაბამისად პრორუსულ ზონაში იყო მოხვედრილი, თუ კავკასიის 2/3-ში მე ამ თეორიას ვაწვევი, სხვები არ მეთანხმებიან, შემოსულია დასავლეთი, ის უნდა შემოვიდეს დარჩენილ 1/3-ში, ანუ საქართველოშიც ტექნიკურად უნდა შემოვიდეს, როგორ უნდა შემოვიდეს, ეგ ცალკე სალაპარაკო თემაა, ბიზნა ივანიშვილს არ აქვს დიდი მოქმედების დიდი ამპლიტუდა, ესე ვილაპარაკოთ, მან უკვე აიღო გეზი რუსეთ-ჩინეთისაკენ, ხოლო დასავლეთი მას არ დაელაპარაკება, ეხლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების შნოსა და მარიფატზია დამოკიდებული ბიზნა ივანიშვილის მოცილებაში, როგორ მოგვეხმარება, თუმცა ჩვენი ვალია ბიზნა ივანიშვილის მოცილება პირველ ყოვლისა რასაკვირველია და არა დასავლეთისა, დასავლეთი მხოლოდ შემოგვეხიდოს, შეიძლება მხოლოდ შემოგვეხიდოს. ბოდიშ ვიხდი, მეგობარი აქტთან დაკავშირებითაც ვიტყვი, სალომესთან ბოდიში პირველ რიგში ცხადია თქვენთანაც, რო ვიცოდეთ, მაინც მეგობარი აქტი მიღებული იქნება, თუმცა ის არ გამექცა, თუმცა ის ესე ყისიერად სამწუხაროდ არ იქნება მიღებული, ანუ სექტემბერის ისე გაივლის და ვინც ის იქნება დეკემბრამდეც კი ისე მივიდეთ, რომ სხვა წესით, სხვა გვარით, სხვა ფორმით იქნება მიღებული მეგობარი აქტი და არა იმ წესით, როგორიცაც ჩვენ გვინდოდა რომ ის მიღებული ყოფილიყო და მეგობარი აქტის მიღების დაჩქარებული წესით მიღება, ანუ არა დეკემბერში, არამედ ასე მაგალითად ოქტომბერში ან ნოემბერში, დამოკიდებული არის ჩვენზე, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი დასავლეთი ჩვენ დამატებით მოგვეხმარება, ოღონდ 13-ში იქნება, ანუ ზეგ თუ 4-ში იქნება, თუ სხვა დღეებში იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ამიტომაც ვამბობ, რომ რევოლუციური პროცესები საქართველოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ქართველი ხალხის ძალისხმევით, მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მოახდინოს რევოლუცია პირდაპირ მნიშვნელობით იმიწყენს მათიკაშვილი, მაგრამ მაინც და არა დასავლეთმა, დასავლეთი უყურებს პროცესებს და ის როგორც 2003-ში უყურებს, სხვადასხვა ეს არ არის რომ ჩაერთო 2003-ში, უყურებს პროცესებს და სადაც ისტორია, ხო სწორობა იქითკენ გადაიხრება ცხადია, მაგრამ ძალაუფლება, ის კვერთხის ფლობელები თუ ივანიშვილი და მისი ბანდა თუ ამასობაში გადმოუვლიან და ისინი გადმოუვლიან ჩემი მოსაზრებით საზოგადოებას, მაგრამ ვერაფერს გახდებიან ამას აქვე ვიტყვი, დასავლეთი ბუნებრივია უფრო მკვეთრი იქნება მათ მიმართ ისევ სალომე ლაბაძე. ამერიკელ კანონმდებლებს სწორედ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელი უნდა იყოს იმ ინვესტიციის განადგურება, რომელსაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელები. რამდენია ეს ინვესტიცია? ვინმე მიცის დღიდან მარტო ფულადობრივ ინვესტიციაზე რო ვილაპარაკოთ, ანუ თანხობრივ ინვესტიციაზე დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა
დეფიციტი 10 მილიარდია შემოსული. ხა მე არ ვლაპარაკობ სახელმწიფო პროგრამით, მე არ ვლაპარაკობ კერძო ინვესტიციებზე, მე არ ვლაპარაკობ ტექნიკურ დახმარებაზე, მე არ ვლაპარაკობ ცალკეულ პროგრამებზე, მე არ ვლაპარაკობ ასე, მაგალითად, დასავლეთის ზოგადად, ცხადია შეერთებული შტატების უზარმაზარ წვლილზე C ჰეპატიტის ილუმინაციის პროგრამა ერქვა, ხო? ასე როცა აი რამდენიმე წლის წინ ამ ხელისუფლების მიერ, ჯერ კიდე ხელისუფლება რო იყო და ბანდა რო არ იყო, იმ დროს განხორციელებული, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხო? აი ამგვარ პროგრამებზე არ ვლაპარაკობ, დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების გადამხდელმა გადაიხადა ჩვენს დემოკრატიაში ფული და მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი პრობლემები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს 2006 წელს, 7 წელს განსაკუთრებით 8 წელს დემოკრატიის განვითარების კუთხით, პრეზიდენტი ბუში 2005 წელს ჩამოსული საქართველოში არ მინდა შემეშალოს არ მეშლება. როცა ამბობდა, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა, დიახ 2005 წელს საქართველო იყო დემოკრატიის შუქურა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს. დიახ რეგიონშიც, ფართო გაგებით რეგიონშიც, მათ შორის კავკასიაში ცხადია და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, მე კი ყველაფერს ვლაპარაკობ და სალომეს კი არ ვაცდი. დიპლომატები თუ სამხედროები საქართველოს წარმატებაში წლების განმავლობაში ეცუს ისე უნდა გავაჩერო სალობე გიბოდიშებს სამხედროები წვნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო შეერთებულ შტატებთან. ეს იცით რა პერიოდია, როცა რუსეთი ითხოვს ჩვენთან ანტიტერორისტული ცენტრის გაკეთებას, იმიტომ რომ ცალკეული ჩეჩენი საველე მეთაურები გადმოსულნი არიან პანკისის ხეობაში და იქ კრიმინალური ამბები ემატება და იქ უზარმაზარი ამბებია, ისეთი საინტერესო პროცესია იქ, ვისი მოკლა უნდათ, პირდაპირ მნიშვნელობით, ვისი ლიკვიდაცია უნდათ, რუსებს რაოდენ ცუდი როლს თამაშობდა რამდენიმე პირი შევარდაძის თავრობიდან ამ ყველაფერში მინისტრების დონეზე მე აქ უბრალოდ რაღაც რჩევლებს არ გულისხმობ ან დეპუტატებს და ასე შემდეგ და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღიად ვიტყვი. ხო იმ პროგრამის განხორციელება დაწყებაში კონკრეტულად ვიტყვი, ანუ არც გადავაჭარბებ, არც დავაკლებ, ირაკლი ალასანია. თავდასხმის მომავალმა მინისტრმა აქვია ამას ბანდიტ ივანიშვილის პირობებში, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყებაში ირაკლი ალასანიას და არა მხოლოდ ირაკლი ალასანიას უზარმაზარი წვლილი მიუძღვით. ეს არის 2000-იანი წლების დასაწყისი ამერიკული ინტერესების გატარებაში. ოღონდ უნდა გვახსოვდეს რომ იქ ირაკლი ალასანიას სხვა ისტორიაც უკავშირდება, მათ შორის ჩეჩენ საველე მეთაურებთან ურთიერთობისა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსებს უნდათ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გაკეთება და ამერიკელებმა დაუპირისპირეს ეს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა საქართველოს შეერაღებული ძალებისათვის. იქ შევარდაძემაც უზარმაზარი დადებითი როლი ითამაშა ხაზს უსვამ და იქ არის ერთი ამბავი, როგორ პასუხობს შევარდაძე ამერიკელების შემოსვლის გამო ცოტა გაბრაზებულ იმ ხანად ახალგაზრდა პუტინს, როგორ ეუბნება, რომ ისია თქვენი საქმე არ არისო საბოლოო ჯამში სუვერენული საქართველოს რას იზამსო, მაგრამ მე ხა გადავედი და ისტორიული ექსკურსი მაქვს, ამასობაში 18 წუთი მიილია და სალობეს ჩართვისთვის კი პრაქტიკულად არ მოგვისმენია. ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა 30 წლის განმავლობაში პირველად სწორედ ამ პარტნიორობას უღალატა და ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და არავის ისე არ უღალატია საქართველოს ინტერესებისთვის და ამერიკის ინტერესებისათვის ამ რეგიონში როგორც ივანიშვილს, პერსონალურად ბანდიტ ივანიშვილს და ეხლა მე გეკითხებით ეს დასჯადი იქნება თუ არა, იქნება დასჯადი. აბას თუმლის უღრანებში რამდენად ჩააღწევს ჩემი ხმა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ებით მტკივნეული რეჟიმისთვის სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობა, რომელიც პროპაგანდისტული რესურსების გამოყენებით ცდილობს, რომ თავი წარმოადგინოს ტრამპის მოკავშირე, სწორედ ტრამპზე თავდასხმაშიც ამ ხო ეს ძალიან საოცარია, ესე იგი ტრამპის მართლა ესეა. ტრამპის მოკავშირე სურს საკუთარი თავის წარმოჩენა ქართულ-რუსულ ოცნებას, მაგრამ პერიოდულად გამოტყვრება ხოლმე ზაზა აშათილიშვილი, რომელიც რაღაც გადაცემაში ხსენები ვარ სხვადასხვა და ხო ცოტა სასაცილოზე მენია, მაგრამ მაინც და მე ვიტყოდი გადაცემის ერთ გერა თავარ წამყვანზე ორ სიტყვას ვაკას მიუმართავ გორგილაძეს, ხო ცოტა მოხრუჭები არ გაწყენდა ვაკა ჩემი აზრით, მაგრამ კარგით ეხა ამას თავი დავანებოთ. მნიშვნელოვანი არის სხვა რამე, რომ ზაზა შათილიშვილი მე უცებ რაღაცეებს დაესიზმრება, უფრო დუგინის რაღაც წერილებს წაიკითხავს და ეს
ვითომ პროამერიკული მთავრობა, რომელსაც ვითომ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება, საზრდოობს და იკვებება ზმანებებით გამივარდა ტელევიზორი ხელიდან, ზმანებებით და სიზმრებით. ზაზა შათირიშვილისა სალომე, შენ გიხდი ბოდიშს. რაც შეეხება თინა ხიდაშვილს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც განსაკუთრებული აქცენტით ისაუბრა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რაც მისივე განმარტებით უკვე აღარ გულისხმობს დაახლოებას დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, არამედ ამის საპირისპიროდ მიმართულია დაახლოებისკენ პუტინის რუსეთთან დამამთავრებითო წინადადება. ასევე მჭიდრო კავშირის დამყარებისკენ თეირანთან და ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმთან. დიახ, სალომეს აბსოლუტურად ვეთანხმები სალომეს, გიგოდიშებთ და სალომე ამბობს ერთ ძალიან საკვანძო წინადადებას რუსეთთან დაახლოებისკენ არის მიმართული და ჩინეთთან და ირანთან, ოღონდ ირანი სად არის მეთქი? ამასობაში მე ისეთ სივრცეში ვზივარ, რომ ცოტა სტუმრები კი რა, ჩემი ახლობლები მაგვაწუხებენ, მაგრამ სხვა სივრცე ვერ გამოვნახეთ. მოკლედ, ეხა კიდევ რო აღარ შეგვიშალოთ ხელი და მეც არ შევუშალო მათ, მე გიბოდიშებთ, ცხადია ამგვარი რაღაც ცოტა უხერხული კი რა, მაგრამ ეს ბუნებრივობას მატებს, ხო? ჩემს ამ ვიდეო, მათ შორის ამ ვიდეო ბლოგს, წინაზე თუ წინის წინაზე ბავშვიც კი მოვიდა კადრში, არც არაფერია, მე მინდა გითხრათ, რომ ბიზინა ივანიშვილს არანაირი შანსი ურთიერთობისა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებისა აღარ აქვს, ის დასრულებულია, უბრალოდ დროის საკითხია და ალბათ გადაიწევს და გადაიწევს საქართველოსკენ გამოხედვა ვაშინგტონიდან, სამწუხაროდ სოფლიოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოს ოდესმე მაინც გადმოხედავენ, ოღონდ ბედი ქართლისა, ხო? იჭედება სწორედაც რომ საქართველოში ბედი ქართლისა იძერწება სწორედაც რომ საქართველოში და ბიზინა ივანიშვილს ხო აღარავინ ამ ბედის საქართველოს სვესა და ბედის ჩამოყალიბებას შექმნაში აღარც აღარავინ აღარაფერს აღარ კითხავს. ეს იყო ბოლო პასაჟი ჩემი, ერთს კი გეტყვით რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მირაკლი კობახიძეს და არა მიხეილ ყაველაშვილს კიდევ ერთი წერილი აქვს გაშანშალებული კი არა დაწერილი ბიზინა ივანიშვილი და შათირიშვილი არ ვიცი, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი კი არის ნამდვილად თავარ ავტორი იმ წერილისა და ასეც არ ქმევენ, მე მგონი რომ თუ გამოაქვეყნებენ, რომ ბიზინა ივანიშვილის უკაცრავად საქართველოს მთავრობის ბოლო წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და იქ რას ემუქრებიან თუ როგორ ემუქრებიან, ამას ვნახავთ თუ გამოაქვეყნებენ, ოღონდ ამ წერილს დრაფტი არსებობს, ამ წერილს ისინი არ გამოაქვეყნებენ არც ერთ შემთხვევაში 4 ოქტომბრამდე, 4 ოქტომბერს მეორე რამ წყდება ბიზინა ივანიშვილის საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხიც ემზადება გამარჯვებისთვის. ჩვენ ბევრი დრო არ აგვაქვს, ბიზინა ივანიშვილი თუ წელს არ დამთავრდა, ბიზინა ივანიშვილი დაგვამთავრებს ჩვენ გაისად დასაწყისშივე. ნახვამდის.